ძალიან მაგარი თემა, ძალიან მაგარი ადამიანების შესახებ. მოკლედ, რა ხდება, როცა ბავშვები ბავშვებისთვის ზრუნავენ. ფიქრობ, ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სიკეთე და ემპათია, რაც შეიძლება მან თავიანთ თანატოლების მიმართ გამოიჩინონ. თეატრალური სტუდია თეატრალები 3 წელია, რაც შეიქმნა, პატარა მსახიობები გეგმავენ გასვლით სპექტაკლებს რაიონებში მცხოვრები ბავშვების და რაც თავარია სრულიად უსასყიდლოდ. დღეს პატარა თეატრალებს პრემიერა აქვს. ჩვენი ჟურნალისტი მარიამ ქუმსიაშვილი იმყოფება ახლა რეპეტიციაზე და უფრო მეც მოგვიყვება ამ სპექტაკლის შესახებ. მარიამ, მოგესალმები. გამარჯობა, მოგესალმებით მარიამ. სათაკო ლაშა, მივესალმებით ჩვენს მაყურებელს. მე ახლა ვიმყოფები მუზერტ მაყურებელთა თეატრში, სადაც პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლე თეატრალები გადიან ბოლო რეპეტიციას, რადგან დღეს 4 საათზე წარსდგენ მაყურებლის წინაშე სპექტაკლი თოვლის დედოფალი, რომელიც გულისხმობს მეგობრობას, კეთილგანწყობას, მიზანდასახულობას და სწორედ აქედან გამომდინარე პატარა თეატრალებს მოუვიდათ თავში იდეა, რომ შეექმნათ ახალი პროექტი ბავშვები ბავშვებისთვის. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც არის ეს წარმოდგენა და სპექტაკლი იქნება სრულიად უფასო. მე ახლა დეტალებთან დაკავშირებით გავესაუბრები ქალბატონ სოფო პაიჭაძეს, მთავარ რეჟისორს. ქალბატონო სოფო, რომ მოგვიყვეთ დღევანდელი სპექტაკლის შესახებ პირველ რიგში? მოგესალმებით, მივესალმებით თქვენს მაყურებელს. დღეს ჩვენ გვაქვს პრემიერა თოვლის დედოფალი. პირველი ექსპერიმენტული სკოლის მოსწავლეები ემზადებიან საპრემიეროდ და იმედი მაქვს, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის. ეს სპექტაკლი გახლავთ სიყვარულზე პირველ რიგში, ზრუნვაზე, თანადგომაზე. დღეს სამწუხაროდ ძალიან დეფიციტია ბავშვებში ეს თანადგომა და გადავწყვეტეთ, რომ დაგვედგა სპეციალურად მოვიფიქრეთ, ასაკობრივათაც რა თქმა უნდა, რომ ეს სპექტაკლი დაგვედგა. თოვლის დედოფალი, სადაც მიზანდასახულობა და აუცილებელია ამ თაობამ გაიაზროს, რომ არასოდეს არ უნდა დანებდეს, ყოველთვის მიაღწევენ მიზანს, არ არსებობს რამე, რომ ბავშვმა გააკეთოს და ვერ შეძლოს და თავარი მოხდა ის, რომ ამ სპექტაკლზე მუშაობის დროს დაიბადა იდეა, რომელსაც დავარქვი ბავშვებისთვის, რაც გულისხმობს, რომ აი ზუსტად ესეთი მრავლად გვყავს თბილისში საბავშვო კოლექტივები, თეატრალური კოლექტივები, გაცნობითი მხარეც იყოს რეგიონებში და არა მარტო რეგიონებში და აი ეს შემოქმედებითი სპექტაკლები წარვუდგინოთ მათ თანატოლებს. მთავარი ის არის, რომ ეს უნდა იყოს ყველა ბავშვისთვის ხელმისაწვდომი და იმედი მაქვს, რომ განვახორციელებთ, გვერდშიც დაგვიდგებიან და რა ვიცი, მადლობა წინასწარ ყველას ჩვენი გულშემატკივრობისთვის. კი ბატონო, ძალიან დიდი მადლობა. ჩვენ ახლა ვესაუბრებოდით მთავარ რეჟისორს, ქალბატონ სოფიკოს და მე ახლა გავესაუბრები უკვე სპექტაკლის მთავარ გმირებს, კაის და გერდას, რომელიც მოგვიყვებიან უკვე აი ამ სპექტაკლის შესახებ. მოგესალმები პირველ რიგში, რომ გითხრათ დღევანდელი სპექტაკლის შესახებ და რომ ცოტა მოგვიყვე შენი როლის შესახებაც. ჩვენ წარმოვადგენ თოვლის დედოფალს. ამ სპექტაკლში მე ვთამაშობ გერდას, რომელმაც უნდა გადაარჩინოს თავის მეგობარი კაი. ის არის მამაცი და არაფერს არ უშინდება. კი ბატონო, თუ მოგწონს შენი პერსონაჟი და რატო მაინც და მაინც ეს პერსონაჟი, აი ამაზეც რო გითხრა 1-2 სიტყვა. მე ძალიან მომწონს ჩემი პერსონაჟი და სხვა როლს ხო არ შეასრულებდი, თუ მაინც და მაინც ეს როლი გინდოდა? ეს როლი მინდა რა, ძალიან კაია. კარგი. და მოდი შენ რომ მოგვიყვე იმ ძალიან მაგარი პროექტის შესახებ, რისი განხორციელებაც გინდათ, საიდან წამოვიდა ამ პროექტის იდეა? ჩვენ დგამთ ამ სპექტაკლს ჩვენ თანატოლებისთვის და ვახარებთ მას ჩვენი ჩასულით, რომლებიც ზოგჯერ სპექტაკლს ვერ ნახულობენ. ჩვენ ალბათ დავდგამთ თოვლის დედოფალს, რადგან დღეს გვაქვს პრემიერა და მომზადებულები ვართ ამისთვის. კი ბატონო, მე ახლა გავესაუბრები სპექტაკლის ყველაზე პატარა ბავშვებს. ბავშვებო, რო გითხრათ ახლა თქვენ რა როლს თამაშობთ ამ სპექტაკლში? რა არის აბა თქვენი მთავარი როლი, რას ნიშნავს, რას აკეთებთ სპექტაკლში? ჩვენებაზე დავდივართ და რასაც გვინდა იმას ვაკეთებთ. წარმატებებს ვუსურებ პატარა თეატრალებს დღევანდელ სპექტაკლსა და ასევე წარმატებებს ვუსურებ მათ თავიანთი გეგმების განხორციელებაში.
მარია, მადლობა, ძალიან შენდა დიდი მადლობა ამ მადლობა. არაჩვეულებრივ პატარებს. აი რა მაგარი მესიჯია და გადაწყვეტილება, ინიციატივა ბავშვები ბავშვებისთვის და აი პატარა ასაკიდან რომ ეჩვევიან ესეთ მნიშვნელოვან უმაგრესია. საქმეებს და სასიკეთო საქმეებს.